ასეთია ინდური კინო. ფერადი ცხოვრება ტრადიციული მიუზიკლის სტილში და როგორც ირლანდიელმა მსახიობმა გევინ პაკარდიმ თქვა, მუდამ ემოციური ცეკვითა და სიმღერით. ფილმიდან ქალაქში გადასვლა ცოტა რთულია. ბომბეის ქუჩებში ისეთ ცხოვრებას ნამდვილად ვერ ნახავთ, როგორც ინდურ ფილმებშია. ეს იმას ადასტურებს, რომ ყველა რეჟისორმა კარგად იცის თუ რას ნიშნავს ამ ხალხისთვის ბედნიერების რეცეპტები. თითქმის გარეუბანში თავად მუმბაის პატარა ქალაქი მდებარეობს. ამ ადგილს ინდუელები ფილმ სიტის, ანუ ოაზისად ქცეულ კინოქალაქს ეძახიან. ერთი შეხედვით მილიონერთა დასახლება გეგონებათ, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ გადასაღები პავილიონებია. ეს უკვე თითქმის ბომბეის გარეუბანია. შავ ეგზოტიკას საქმიანი ცენტრი ცვლის უნივერსიტეტებით, კინოთეატრებითა და პავილიონებით. სწორედ აქ არის მსოფლიოში ცნობილი ინდუსტრიული უბანი. მაშასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბოლივუდში. ბოლივუდი. პირველად ჰოლივუდისა და ბომბეის ამ შეჯვარებული სახელწოდებით, ბომბეის კინემატოგრაფია ერთ-ერთმა ინდუელმა კინოკრიტიკოსმა 1970-იან წლებში მონათლა. ამით მან ბოლივუდის კომერციულ გასართობი პოლიტიკა კალიფორნიულ ჰოლივუდს ცინიკურად შეადარა. თუმცა ეს სახელწოდება დამკვიდრდა და დღემდე ინდური კინოს სინონიმია. Maybe inspired by successful movies around the world. ბევრი ინდური ფილმი შეიძლება იყოს შთაგონებული მსოფლიოს საუკეთესო ფილმებისგან და მათ შორის ჰოლივუდის პროდუქციისგან. გეთანხმებით, ჩვენ ვიყენებთ თუნდაც ამერიკულ ასპექტებს, მაგრამ არასდროს ვაყოფირებთ მათ. ჩვენ პატივცემთ ავტორს, თუ იდეა მოგწონს, ის შეიძლება მაქსიმუმ ჩვენი შთაგონების წყარო გახდეს. ბოლივუდის ახალი ფილმები ყოველკვირეულად გამოდის ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის ყველაზე მსხვილ კინოთეატრების ეკრანებზე და ეს ბოლივუდის თაყვანისმცემელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ჩემი აზრით ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ აი ბოლო წლების განმავლობაში მაყურებელი დაიღალა იმ ფილმებით, რასაც თავაზობდა ჰოლივუდი. დაიღალა ამდენი სისხლით, დაიღალა ამდენი საშინელებათა ფილმებით, დაიღალა ამდენი სექსით და ვფიქრობ, რომ მაყურებელს მოენატრა ჩვეულებრივი რაღაც ცხოვრებისეული ისტორიების ნახვა. მან იცის, რომ მიდის ზღაპრის სანახავად, მაგრამ ის ამისთვის მზად არის. მას ურჩევნია ნახოს ზღაპარი, ლამაზი ფერებით, მოусმინოს შესანიშნავ მუსიკას, ნახოს კარგად შესანიშნავად დადგმული ცეკვები და ის 2 თუ 3 საათი გაეთიშოს აი ამ რეალურ ცხოვრებას და იყოს იმ ზღაპრულ სამყაროში. ყოველ წელიწადს ბოლივუდში დაახლოებით 250, ძირითადად გასართობი, ხშირად ნაჩქარევად გადაღებული კომერციული ფილმი კეთდება. მათი უმეტესობა მიუზიკლია. ფილმის სიუჟეტში ჩართულია მუსიკალური კლიპები, ზოგჯერ 10-მდე. ორ სერიად გაყოფილი ფილმი კი დაახლოებით 4 საათი გრძელდება. ეს ბოლივუდის ერთ-ერთი პავილიონია. მარატის პროდაქშენი და რეჟისორი ომსელ ჯამუში წარმოგიდგენთ ფილმს მატყუარა. მაშასე სცენა პირველი ყურადღება მატორ. Action! बोला! क्या चल रहा है ये सब? लंबा लंबा घूंघट का है कुंडला लंबा लंबा घूंघट का है कुंडला क्या करे आई कोई मुंह कहीं काला ესეც დაახლოებით იგივე ჟანრში გადაწყვეტილი სურათი იქნება. სიუჟეტიც ნაცნობია. ინდური კლასიკური თეატრისთვის დამახასიათებელი თემებით, სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, ადამიანის ღირსების შემლახველი ტრადიციების დაგმობა და კასტური სისტემის ბორკილთა მსხრევა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ სწორედ ამ ფილმების დამსახურებაა ის, რომ ინდოეთში ყველაზე გაჭირვებული ადამიანიც კი მაინც ბედნიერია.
იმიტომ რომ ის აი ამ ზღაპრულ ცხოვრებით ცხოვრობს, აი ამას უყურებს, ამას ისმენს და ის არ არის გადაღლილი რაღაც პოლიტიკური რაღაც დისკუსიებით, ან რაღაც ძალიან ბევრმა დარწმუნებულმა 99%-მა იქ არც კი იცის ვინ არის მისი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ვინ არის ამიტაბ ბაჩანი. და იცის ყველა დეტალი მისი პირადი თუ შემოქმედებითი ცხოვრებიდან და ამიტომაც ის ბედნიერია, ის არის ძალიან ლაღი და ძალიან მსახიობური ერია სხვათა შორის ინდოელები. Ladies and gentlemen, welcome to the Idea IFA Awards, Yorkshire. ბოლივუდის ოცნებების ფაბრიკამ შეიძლება ითქვას, რომ ხალხზე უფრო უკეთესად იმუშავა ვიდრე ჰოლივუდმა. ამას ინდუეთის კეთილგანწყობილი და რაც მთავარია არაპოლიტიზირებული მასაც ადასტურებს. ეს არის სამყარო, სადაც კინომოღვაწეებს აღმერთებენ. მაგალითისთვის საკმარისია ინდური კინოს ფესტივალები და მათ შორის ყველაზე პოპულარული IFA Awards-ი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთმა ინფექციურმა დაავადებამ იფეთქა ინდოეთში და რამდენიმე დღის განმავლობაში გამოდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მიმართავდნენ მოსახლეობას, რომ სავალდებულო იყო რაღაც ამ აცრების ჩატარება. მაგრამ გამოხმაურება იყო 10-15% გამოცხადდა სამედიცინო დაწესებულებებში ამ აცრების ჩასატარებლად. და აი მაშინ მთავრობა იძულებული გახდა მიემართა ამიტაბ ბაჩანისთვის, რათა მას გაეკეთებინა მოწოდება მოსახლეობისათვის და როდესაც ის გამოვიდა საღამოს ტელევიზიით და სთხოვა მოსახლეობას რომ მისულიყვნენ აი ამ აცრაზე, მეორე დღეს იყო 100%-იანი დასწრება, ასე ვთქვათ, აი ამ სამედიცინო დაწესებულებებში. Extremely proud and honored to have his name associated with us. Ladies and gentlemen, please welcome the brand ambassador for IFA, Mr. Amitabh Bachchan. საყვარელი მსახიობების გვერდით მიუხედავად ასაკისა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამიტაბ ბაჩანი. მისი აღიარება 1973 წლიდან დაიწყო, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი დაგვიანებული შურისძიება. ამით ბაჩანმა ინდურ კინოში შექმნილი რომანტიული გმირის პროტოტიპი დაამსხვრია და განრისხებული მიჯნური სახე შექმნა. ამიტაბ ბაჩანს აქვს 1973 წლიდან ტრადიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ კვირა დღეს 6 საათზე მუმბაიში, მის რეზიდენცია ჯალსასთან, იკრიბება უამრავი ადამიანი ინდოეთის ყველა ქალაქიდან თუ რაიონიდან და არა მარტო ინდოეთიდან. ერთი მიზეზის გამო, სულ რამდენიმე წამით, ვიმეორებ წამით და არაცუთებით თვალი მოკრან თავიანთ კუმირს. სხვა შორის 3 წლის წინათ მქონდა ბედნიერება, რომ მეც მოუხვედრილიყავი ამ შეხვედრაზე მის სახლთან და საკმაოდ რაღაც კურიოზულადაც კი დამთავრდა ჩემი ეს პირველი შეხვედრა ამიტაბ ბაჩანთან. როდესაც კარები გაიღო და სწორედ უკვე გამოჩნდა ბაჩანი, მე ვიდექი ყველაზე წინ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უკან იდგა ძალიან ბევრი ხალხი, ეს ინდოელები, მაგრამ ჩვენ რაღაც დაცვამ პატივი გვცვა და პირველ რიგში დაგვაყენა. ვდგევარ მე ამიტაბ ბაჩანი ზუსტად 3 მეტრში და უბრალოდ გვაშორებდა ჩვენ ერთი დაცვის თანამშრომელი ყოფდა. Ну, რა თქმა უნდა, მე მანამდე ძალიან ისე მოვემზადე ფოტოაპარატით, რომ ეს ღირსესანიშნავი ფოტო გადამეღო და აი დავრჩი ესე. წარმოიდგინე, რომ არ დამემორჩილა თითი, რომ აი გამომეკრა და გადამეღო ეს ფოტო. აი ესე გაშშებული ვიყავი. Amitabh Bachchan. Amitabh Bachchan. მსახიობზე შეყვარებული მილიონობით გულშემატკივრის ფრაგმენტი კარგად გამოიყენა რეჟისორმა დენი ბოილმა თავის ფილმში მილიონერი გარეუბნი.
ამ ფილმმა გასულ წელს ინდურ კინოზე შექმნილი ყველა ცინიკური მითი დაანგრია. ერთდროულად 8 ოსკარი და მსოფლიო აღიარება. საოცარია როგორ შეძლო ეს ბრიტანელმა. მან ნამდვილი ინდუეთი დახატა. წერდა მსოფლიო პრესა დენი ბოილის ახალ ნამუშევარზე. This film has not changed only ამ my ფილმმა life. არა მარტო ჩემი, არამედ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. თუნდაც ის ქუჩის ბავშვები, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, მილიონერმა ისინი ნამდვილ ვარსკვლავებად აქცია. ჩვენ ხომ დენი ბოილთან მოგვიწია მუშაობა. ის მთელი ენერგიით გვამხნევებდა. ეს არის რეჟისორი, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფიის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მან ამ ფილმში ნამდვილი ინდური სული ასახა და ეს ხალხი ჩვენი საუკუნის გმირებად აქცია. მე ვფიქრობ, ვინც ამ ფილმში თამაშობს, ყველამ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება. დენი ჩვენ ყველას გვიყვარხარ. He exemplifies humanity. Danny sir, we all love you. სხვების მსგავსად, ვინც მილიონერის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ლონჯი ფერნანდესიც ინდური წარმატებების შემდეგ მსოფლიომ აღიარა. ქორეოგრაფის მიერ დადგმულმა ცეკვამ ჯეი ჰომკი, როგორც ამერიკული, ასევე ინდური ოსკარი ფილმ ფეირი დაიმსახურა. სარეპეტიციო სტუდიაში აღღერებულმა ამ მელოდიამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და მართალია შეცდომებით, მაგრამ მეც ახალი სამყაროს დასაპყრობად გამიწვია. आजा आजा जिंद शामी आने के तले आजा जरी वाले नीले आसमाने के तले जय हो आजा आजा जिंद शामी आने के तले आजा जरी वाले नीले आसमाने के तले जय हो ბოლო 15 წელია კინოქორეოგრაფი ვარ. დიდი გუნდი მყავს ერთგული მეგობრებით. ეს ორი ადამიანი მთელი ეს წლებია ჩემს გვერდით არის. ამ ბიჭებისგან ძალიან დიდი სტიმული მოდის. ისინი სხვადასხვა სტუდიებიდან შევკრიბენ და ახლა ყველანი ერთად კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს ფილმი და ინდური ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი ცეკვა უკვე ლონჯის წარსულია. ახლა გეგმაში ბოლივუდის მორიგი პროდუქტია, სადაც ქორეოგრაფი ამომავალ ვარსკვლავებთან მუშაობს. სტუდიაში კი ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტის ცეკვის რეპეტიცია მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ბოლო რამის გადაღებისთვის ვემზადებით, რომელსაც საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი აქვს. ჩემი დებიუტია ამ ფილმში და ცოტა ნერვიული. ჩემი აზრით იმავე რელსებზე ვდგავართ, რაზეც მსოფლიო კინო. იგივე ტექნიკას ვიყენებთ, რასაც ჰოლივუდი. ასე რომ გონია ეს ფილმიც წარმატებული გახდება და არა მარტო ინდოეთში. ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ფილმში მუსიკაა. ეს საუნდტრეკი მთელ სურათს ლეიტმოტივად გასდევს. ძალიან ენერგიულია და მეც მთელ ენერგიას ვხარჯავ. როცა აქ მოვედი, რათა ფილმის ცეკვა მესწავლა, ძალიან დავიბენი. პირველივე მოძრაობაზე ყველაფერი ჩავშალე. შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ ამაწყვეს და ახლა უფრო გაბედული ვარ. როგორც გარედან ჩანს, არც იცე ადვილია ამ ყველაფრის კეთება. გონი გამომივიდა და ეს მოცეკვავეებისა და ლონჯის დამსახურება. ამ ფილმში უარყოფით პერსონაჟს განვასახიერებ. მეც და რიშიც ერთი გოგოს სიყვარულისთვის ვიბრძვით. სიყვარულის გარდა ეს ფილმი დედა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც დასაწყისშივე გაფუჭდა. აქვე პირველად მიწევს თანამშრომლობა უნიჭიერეს ლონჯი ფერნანდესთან და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ის საუკეთესო ადამიანია, ვისთან ერთადაც შეიძლება კარგი კარიერა გაიგეთო. ყველა თავის ეროვნულს უფრთხილდება და მეც შესვენებისას ცდილობ რომ ბოლივუდის ამომავალ ვარსკვლავებს ქართული ვასწავლო. Action. გამარჯობა. გამარჯობა.
მოხედვა ბოლივუდიდან special journalist dairy ჯეჰო ემედი რეპეტიციის მეორე დღეს უკვე ცეკვის გადაღება. პავილიონი დილიდანვე იწყო. სანამ მსახიობები გამოჩნდებიან, დეკორაცია, განათება და კამერები მაგდება. This film Bolaram is about ჩვენ ახლა ფილმ ბოლორამის შოუს ნაწილს ვიღებთ. ეს სურათი ჟანრის ტრილერია, მაგრამ ტრადიციას არ ვარღვევთ და მასში ბევრი ცეკვა იქნება. ნერვულობ იმაზე, რომ ეს ჩემი პირველი პროექტია და თანაც მასში მთავარ როლს ჩემი ძმა თამაშობს. ძალიან მიყვარს ინდური კინო და მინდა დიდხანს დავრჩე ამ ინდუსტრიაში. ჩემი შთაგონება ხომ ამიტაბ ბაჩანის ფილმებით დაიწყო.